წარმატებების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ბრძოლაში სახელმწიფოს. ესეც ეროვნული ინტერესებით ნაკარნახევი პოლიტიკა თუ გვინდა დავიცვათ მომავალი და ხელი შეუწყოთ ჯანსაღი ცხოვრების წესს ყველას, ვინც ნარკო დამოკიდებულია უნდა დაუდგეთ გვერდით, მათ უნდა გაუწოდოთ ხელი და დავეხმაროთ გათავისუფლდნენ სცენისგან, რომლის ბოლო ძალიან მძიმეა. ნარკოდანაშაულთან ბრძოლის პარალელურად აუცილებელია ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციის მკაცრი კონტროლი და შესაბამისი ბარიერების შექმნა. რათა თავიდან ავიცილოთ განუკითხაობა, მოშლილი კონტროლი და თვითნებობა. ამ მიმართულებით სახელმწიფოს არაერთხელ გადაუდგამს ნაბიჯი, თუმცა როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. როდესაც მთავრობის მეთაური ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაზე საუბრობს, ცალსახად იგულისხმება ყველა იმ სარკმლის ამოქოლვა, საიდანაც ნარკოტიკზე არანაკლებ საშიში ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზება ხდება. ანკი გუმბერძის სპეციალური რეპორტაჟით გავაგრძელოთ ეთერში. სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე ყველაზე ზუსტად აღიქმება ლიბერალური ნარკოპოლიტიკის შედეგად გამოწვეული მძიმე გლობალური კრიზისი. ის რაც ქუჩებში ხდება და ის რაც ამ ადამიანებს სჭირთ, სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების შედეგია. პრობლემა კი არც გეოგრაფიას ცნობს და არც საზღვრები აქვს. ყველა ამ ადამიანს ტკივილი, შიში, ფსიქიკური აშლილობა, დეპრესია, პარანოია, ასოციალიზაცია თუ სხვა უარყოფითი გამოვლინება აერთიანებს. მათ შორის გამოწვევად იქცა ფსიქოტროპული საშუალებების არამიზნობრივად ზედოზირებით მოხმარება. ადამიანი, რომელიც მოიხმარს, იმას რა თქმა უნდა ეცვლება ფსიქიკას, სოციუმი, მიდის დეგრადაციამდე, ფსიქოტროპულებს. აღკვეთის მდგომარეობაში, ანუ ლომკაში შესაძლებელია რომ განუვითარდეს შიზოფრენიის მაგვარი ფსიქოზი. ლომკის მესამე დღეს მაგალითად ტკივილების გამო ადიან კედლებზე. დაინტერესებულია აი მსხვილის სახსრები. აბსოლუტურად შესაძლებელია დიდი ეპილეფსიური გულღრების აღმოცენება. თან დღეში უამრავ, ვისაც ექიმები უნიშნავენ, ის შეიძლება გახდნენ დამოკიდებული. იმიტომაც მათი კონტროლის აუცილებელია. გაკონტროლება როგორ ღებულობს, რატომ ღებულობს, ზედმეტ ხო არ ღებულობს. ზოგიერთ ქვეყანაში აპრობირებული მეთოდი მკურნალობაა. ისე როგორც საქართველოში უკვე წლებია ჩანაცვლებითი თერაპია მოქმედებს და ამ პროგრამით ათასობით ადამიანი სარგებლობს. ამ დრომდე ბენეფიციარებს ჩანაცვლებით თერაპიას სახელმწიფოს გარდა კერძო სექტორის თავაზობდა. შესაბამისად ზუსტად ვერ კონტროლდებოდა რა მიზნით და რა რაოდენობით გაიცემოდა ნარკოტიკული საშუალება პაციენტზე. ჩვენი ვალია მაქსიმალურად დაუპირისპირდეთ ფსევდოლიბერალურ დღესასრიგს და დავიცვათ ჩვენი საზოგადოება და ახალგაზრდები კიდევ ერთი მძიმე სენისგან, ნარკომანიისგან, რომელსაც ხელოვნურად გვახვევენ თავს. ამ რეალობის გათვალისწინებით ნარკომანიასთან ბრძოლის უკომპრომისო პოლიტიკის ფარგლებში მთავრობა კერძო სუბიექტებს ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელებას უკრძალავს. წარმოდგენილი ინიციატივით ჩანაცვლებით მკურნალობაზე სრულ პასუხისმგებლობას სახელმწიფო გადაიბარებს. მიზეზი მარტივია. კერძო კომპანიების მომსახურება ხშირ შემთხვევაში ბიზნეს ინტერესს ეფუძნება და პაციენტის განკურნების სურვილს არ ემსახურება. პირობებში, როდესაც კერძო კომპანიას აქვს პირდაპირი კომერციული ინტერესი პრეპარატის რეალიზაციის მაქსიმალურად გაფართოების მიმართ, ბუნებრივია მას აქვს ძლიერი სტუნება არა პაციენტის განკურნებაზე, არამედ პრეპარატის რეალიზაციაზე იყოს ორიენტირებული. კაცრად იქნება უზრუნველყოფილი, რომ თითოეული მომსახურება პაციენტის მაქსიმალურად სწრაფ განკურნებას მოემსახუროს და არ მოხდეს მისი ბოროტად გამოყენება ეგრეთ წოდებული ლეგალური ნარკომანიის სასახალისებლად. ნარკომანია არის უმძიმესი სენი, რომელიც სერიოზული პრობლემაა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოს ქვეყნების უდიდესი უმრავლესობისთვის. ფსევდოლიბერალური იდეოლოგია, რომლის უმთავრესი მიზანი საზოგადოების დეგრადირება და მისი მანიპულირების გაიოლებაა, სხვა მაგერებებთან ერთად მიზანმიმართულად ცდილობს სხვადასხვა ქვეყანაში ნარკომანიის ფართოდ გავრცელებას, რის ერთ-ერთი მაგალითი ჩვენი ქვეყანაცაა. ამკვიდრებენ ტერმინს ლიბერალური ნარკოპოლიტიკა, რომლის დეკლარირებული მიზანი ნარკომანიის შემცირებაა, სინამდვილეში კი სწორედ ნარკომანიის ფართოდ გავრცელებას ემსახურება. ვერავის მივცემ ჩვენი თანამოქალაქეების, მათ შორის პირველ რიგში ახალგაზრდების მოწამვლის საშუალებას. სახელმწიფოს პასუხისმგებლობის პირობებში გამკაცრდება კონტროლი ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელებაზე. კერძო სექტორს აღარ ექნება უფლება მედიკამენტის იმპორტისა და რეალიზაციის. აუცილებელი პირობა კი პაციენტის ინტერესია. მკურნალობის საჭიროების მქონე არც ერთი მოქალაქე მომსახურების და მედიკამენტის გარეშე არ დარჩება. სამწუხაროდ არსებობს ინტერესები, რომელიც ნოყიერ ნიადაგს უქმნის ამ მანკიერებებს, რომელიც არსებობს სექტორში და ამ შემთხვევაში ეს არის
პირდაპირ შეგვიძლია ვთქვა კომერციული ინტერესები. შეიძლება იმპორტი წარმოადგენდეს, რა თქმა უნდა, იმპორტიორი იყოს დაინტერესებული, რაც შეიძლება მაღალი იყოს მოხმარება იმ პროდუქტის, რომლის იმპორტსაც ეწევა. არ უნდა ქმნიდეს შესაძლებლობას, ვისაც არ სჭირდება მათთვის, რომ ავად მოიხმარონ ნივთიერება. ეს არის მთავარი ამოცანა ყველაფერს. ამიტომ მკაცრად რეგლამენტაცია. რა შემთხვევაში საჭიროა, რა შემთხვევაში არც ერთი ადამიანი, ვისაც ობიექტურად სჭირდება ეს მედიკამენტი, არ დარჩება მედიკამენტის გარეშე. ნარკოლოგები ჩანაცვლებითი თერაპიის სრულად სახელმწიფო კონტროლქვეშ მოქცევას მიესალმებიან. ისინი ვინც ყველაზე ზუსტად იცის პაციენტთა მკურნალობის მეთოდოლოგია თუ საჭიროება. მიაჩნიათ, რომ კერძო სექტორის მიერ უკონტროლოდ მიწოდებული ნარკოტიკული საშუალება ბენეფიციარებისთვის ზრდის რისკებს, არა განიკურნოს, არამედ უფრო დამოკიდებული გახდეს. აბსოლუტურად არავინ არ აკონტროლებს მაგას. არავინ არ იცის რა ხდება იქ. როგორ მკურნალობენ, რა ჭირდება იმ პაციენტებს. ჩვენთან მოდიან ქუჩის ნარკოტიკით, ქუჩის სუბოქსონით, რასაც იღებულობენ, სტაციონარში წვევიან უამრავი პაციენტი. რა თქმა უნდა დავეხმარო და რა თქმა უნდა ეს პროცესი ობიექტურად სწორია აბსოლუტურად. სოფლიო გამოცდილება მიუთითებს, რომ სახელმწიფო კონტროლის მკაცრ პირობებში ჩანაცვლებითი მკურნალობა ეფექტიანია. მათ შორის ოქროს სტანდარტად არის შეფასებული შვეიცარიული მოდელი, სადაც მსგავს პროგრამებს მხოლოდ მთავრობა ახორციელებს. სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი პროგრამის შედეგად შვეიცარიაში ინფექციების გავრცელების, კრიმინალისა თუ ზედოზირების მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა. მსგავსი ვითარებაა პორტუგალიაშიც. ჩანაცვლებითი თერაპია ხელმისაწვდომია მხოლოდ სახელმწიფო კლინიკებში, ფსიქოლოგიური მხარდაჭერით. შედეგად კი ნარკოტიკებზე დამოკიდებულთა რეციდივის მაჩვენებელმა იკლო. ეს ერთ-ერთი მჭიდროდ დასახლებული ადგილია, სადაც კერძო კომპანია ბენეფიციარებს ჩანაცვლებითი თერაპიის მიღების შესაძლებლობას აძლევდა, რაც ხშირ შემთხვევაში საზოგადოების უკმაყოფილებას იწვევდა. სწორედ ამიტომ პრემიერის ინიციატივის თანახმად ჯანდაცვის სამინისტრო თერაპიისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურის მჭიდრო დასახლებული სივრცეებიდან გადატანას უზრუნველყოფს. ერთ-ერთი მთავარი მიზანი კი საზოგადოებრივი რისკების შემცირებაა. თუმცა მინისტრი აზუსტებს, რომ სერვისი უცვლელი დარჩება და მედიკამენტზე ბენეფიციართა ხელმისაწვდომობას პრობლემა არ შეექმნება. ეს რეფორმა რაც დაიგეგმა, ზოგადად ეს თვითონ პრობლემა, იმდენად მტკივნეული პრობლემაა, რომ ეს არ არის ერთწახნაგიანი. აი ცალკე ერთი რომელიმე ცალკე აღებული პრობლემა არ აქვს. ეს არის დაკავშირებული მათ შორის პუნქტების და ლოკაციების შეცვლასთან. ეს არის, რა თქმა უნდა, კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესებასთან კავშირში. აი პრემიერმა იგივე პარლამენტში გამოსვლისას აღნიშნა, რომ მაგალითად კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ პარალელურად წარიმართოს პროცესი, როდესაც გამკაცრდება. აი რადიკალურად გამკაცრდება კონტროლის მექანიზმებიც და პასუხისმგებლობაც, მათ შორის მაგალითად ფსიქოტროპული ნივთიერების, ვთქვათ, აი რეცეპტების სისტემასთან დაკავშირებით. თუ ვინმე ამას არასწორად არადანიშნულებისამებრ იყენებს, ბუნებრივია, რომ ამას ჭირდება იურიდიული პასუხისმგებლობა. პრემიერის ინფორმაციით ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება ფსიქოტროპული მედიკამენტების არამიზნობრივად მოხმარება. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საქართველოში განსაკუთრებით ბენზოდიაზეპინების მოხმარება გონივრულ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება, რაც ამყარებს ვარაუდს, რომ ეს მედიკამენტები ხშირად ნარკოტიკული დანიშნულებით გამოიყენება. ამიტომ კონტროლი და რეცეპტების გაცემა ამ შემთხვევაში კიდევ უფრო მკაცრი იქნება. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებათა იმპორტი კი მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივა იქნება. ამ სუბიექტებს აქვთ პირდაპირი ინტერესი ფსიქოტროპული მედიკამენტების მოხმარება ხელოვნურად წაახალისონ. იმისათვის, რომ ამგვარი პრაქტიკა მაქსიმალურად აღიკვეთოს, სრულად აიგრძელება ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი კერძო კომპანიების მიერ. გარდა ამისა, დაწესდება მკაცრი კონტროლი რეცეპტების გამოწერისა და მედიკამენტების გაცემის პრაქტიკაზე. ინიციატივა ხელს შეუწყობს არალეგალურად ფსიქოტროპული საშუალებების მოხმარების შემცირებას, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ის პაციენტი, რომელსაც აქვს სპეციალური საჭიროება, მოცემული მედიკამენტების არ დარჩება რეცეპტულად დანიშნული წამლების გარეშე. ჩვენთან, რა თქმა უნდა, საკმაოდ ბევრი პაციენტი ხვდება აღნიშნული პრობლემით, გვაქვს სედატიური და საძილე საშუალებების მოხმარებით გამოწვეული ფსიქოზური მდგომარეობებიც, რომელსაც საკმაოდ ხშირად მკურნალობთ, ამ კუთხითაც ეს საყურადღებო და მნიშვნელოვანი საკითხია. ნარკომანიასთან ბრძოლის პროცესში მთავრობის ახალ ინიციატივას პარლამენტი მომავალ კვირას დაჩქარებული წესით განიხილავს და მას უმრავლესობის სრული მხარდაჭერა აქვს. რეფორმამ ზუსტად უნდა განსაზღვროს, სად გადის ზღვარი მკურნალობასა და ნარკოტიკული საშუალების ნებაყოფლობით მოხმარებას შორის. უნდა უზრუნველყოს ნარკოტიკული საშუალების არამიზნობრივად გავრცელების პრევენცია და მორგებული იყოს ბენეფიციართა განკურნებაზე. ამ ნაბიჯით კი სრულად დაიხურება სივრცე, რომელიც მომხმარებელს ნარკოტიკის ლეგალური
ლეგალური გზით მიწოდების შესაძლებლობას აძლევდა კერძო კომპანიების საშუალებით, კომერციული ინტერესების კვალდაკვალ, ხშირად დოზის კონტროლის გარეშეც.